მამულიშვილო, გილოცავთ წმინდა ილია მართლის სენების დღეს, მისი ძალა და მადლი ფარადებს თითოეული ქართველის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. თანამემამულენო, საქართველოსათა ემიგრაციაში 24 სექტემბერს 17 საათზე რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის გამზირზე ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტი ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა გიწევთ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს საინფორმაციო აქციაზე, რამე თუ დაიწყოს საქართველოში დემოგრაფიული ექსპანსიის შეჩერება უცხო ტომელთა. შევაჩეროთ 9 მილიონი ეთნიკურად თურქის ჩამოსახლება სამცხე-ჯავახეთში და ეს მხოლოდ ქართველ ერს და ეროვნული გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთობლიობით არის შესაძლებელი. უნდა დამთავრდეს საქართველოში ნაცქოცობა. ეროვნულმა გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ შეაჩერა 80-იანი წლების დამლევს მე-20 საუკუნის 400,000 ეთნიკურად თურქის ჩამოსახლება საქართველოში. ეროვნულ გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. და დღესაც ჩვენ ქართველი ერი ეროვნული გამანთავისუფლებელი მოძრაობა ერთობლიობით შევაჩერებთ დემოგრაფიულ ექსპანსიას უცხო ტომელთა 9 მილიონი თურქისა და ეთნიკურად თურქისა ჩამოსახლებას სამცხე-ჯავახეთში და საქართველოში სრული დეკოლონიზაცია კრემლისა და ევროამერიკული იმპერიალიზმისა სამართლიანი კონსტიტუციური საქართველოს რესპუბლიკის აღდგენისათვის კონსტიტუციური სახელმწიფოს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც კონსტიტუცია და კანონი იქნება მართველი და არა პარტიები და ეგრეთ წოდებული ეს მიშა, გრიშა, ბიძინა და ვიღაცეები. გავერთიანდეთ ენა მამული სარწმუნოების გარშემო. დავამთავროთ ეს ნაცქოცობა და ურთიერთდაპირისპირება. ერთად მამულისათვის, ღვთისათვის, მოყვასისათვის. ღმერთი იყოს ქართველი ერისა და ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქრისტიანული უძლეველი საქართველოსა. ჩვენთანაც ღმერთი.